მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი ადრენალინ დაშ და დღეს ჩვენ თამაშობთ Minecraft ჯობია თქვა Pocket Edition-ს ვაყოლებ. ხშირად აღარ მიყვარს და ჩავთოთ YouTube-ი, სადაც ჩვენ გქონდა დაწყებული მოგზაურობა და ვართ სოფელში. მე რავი მიხარია ესეთი კაი პატაწინა სოფელი რო ვიპოვე. რავი ცხოვრობენ ვილეჯერები, ასე ისე და რავი ცოტა ხანი ვიცხოვრობთ ამ სოფელში ჩვენც და მე გავაგზავნოთ მოგზაურობა ესენი ავიღოთ მაინც საკვებისთვის აუცილებელი არის რატომ გავტეხე ისეთი რაც გაზრდილი არ იყო. რა ქვია ამ სცენარეს აღარ მახსოვს წესიბრად კი არა ვაფშე აღარ მახსოვს. ნუ რავი ისე მალე შეიძლება გადავიღო Assassin Xbox-ზე. ნუ ერთი ვიღაც თუ დამეხმარება. იმ ერთი ვიღაცის სახელს არ ვიტყვი, რადგან იმისთვის იქნება ფუშინეთებილობა გავაკეთე, კაი არა უშავს. იმისთვის იქნება სურპრიზი, ვისის დახმარებას დამჭირდება და შეიძლება თვითონაც მიხვდეს. წესით უნდა მიხვდეს. ესე ზურ მუხტინეტავ რაში მჭირდება, როცა ვერ ვიყენებ. დოსებული მაქვს ინვენტარი სულ. ცოტაოდენად ცუდი რეგან ვერაფერს ვეღარ იღებ. მოდი ბუხას დავდებ და ხუთი შევწყვეტ. ასე ჯობია. ნუ ეხლა წავიდეთ მოდი აი აქ სადაც ბევრი კაი ნივთი ვიპოვეთ. და ასე ჩავდეთ ნივთები რომელიც არ დამჭირდება ჩემს თო ესენი მინდა. მიწადიდებულად არ მინდა ეს ყვავილები არ მინდა. გოგრები მინდა გოგრები აუცილებელია. რავი ჯერჯერობით დანარჩენ ყველაფერი მჭირდება და ეხლა მეგობრებო ცოტა ხანი უნდა გამოვიდე Minecraft-დან და რაღაც გავაკეთოთ. ესე იგი ჯანდაბა რაღაცის გაკეთება მინდოდა თქვენთვის სურპრიზი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად არ გამომივიდა. სიდის დაყენება მინდოდა და ვინმე შემოვიდოდა, ჩემთანაც ჯანდაბა ესეც ჩავრთე. მაგრამ მეგობრებო, მე გავაკეთებ აი ამ ვიდეოში ისეთ სამყაროს, სადაც სხვები შემოდით თუ ვინმე აი ამ ვერსიაზე ტელეფონში სიდს ჩავწერ, თქვენც დაინახოთ რა არის სიდი და შეგვიძლია ერთად გავერთოთ თუ მოგინდებათ. ისე კარგად არ მახსოვს ეს რა ვერსია არის. მოხოწე ვერ შემოვიდი გამდებოდა თუ პირიქით ენდებოდა. რავი მაგის აზრზე არ ვარ ჯერჯერობით. კაი ეს რაღაც ხორცის სტეიკი შეიწვას და მანამდე რავი არ გავაკეთო ისეთი რომ თქვენ გაგართოთ. აქ რამდენი ლავაა. რა თქმა უნდა ლავა იქნება, რადგან ეგ საზარეულოა, ვიც Minecraft-ს თამაშობს, იცის რომ ამ ლავა უნდა იყოს და მოდით მეგობრებო, რადგან მე მეომარი ვარ ნახევრად ვიქნები. მოდი ჯობია ესე ვთქვათ. აი ეს დიდებული კოშკი იქნება ჩემი სახლის რავით, სანამ გავიცოცხლებ ცოტა, აქ მინდა ცოტა განვითარდე. და მე გავაგზავნო მოგზაურობიდან. ჩემი აზრით მოგზაურობა უფრო კაი იქნება თუ მექნება სულ რკინის ტანსაცმელი და არა დანაყოფი რკინა ნაჭერი.
რკინა ნაჭერი. და ჯობია მართლა სულ რკინა მოვიპოვოთ, ესე იგი. ერთხელ ხო აი მაინკრაფტს თამაშობდი. აი ამ დიდ სახლში შევედი. და შიგნით თითოს კივრი ინვენტარებით გადავსებული, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ ხდება. მაშინ CD მქონდა შექმნილი და ალბათ CD-ს გამო ვიღაც იყო შემოსული და რაღაცები შეინახა მაგისაზე, რომ ამეგძველ Minecraft-ში იყო. სულ ადრე მქონდა ის Minecraft-ი, რომელიც წამეშალა. ვირუსმა წაშალა. კი, ჩემ ტელეფონს არაერთხელ დამარცხნია ვირუსი. ბიჭიკო, აქ რა გინდათ? გაბრძანდი თუ შეიძლება. ესე იგი, პირველი სართული იყოს პირველი სართული. მეორე სართული რაღაც დავაყენებ ისე. ჩემი ახალი კაცნა უგორ მოგწონთ. რაღაცები გაუნახლე. რავი, ატომოც უფრთხილად ჩავაცვი. გულისხმობ ავატარს. ჩემი კაცუნის ავატარს. საკარგია სტივი რო არ მყავს, ან სხვისი კაცუნა და ძალიანაც კარგია რომ მყავს ჩემი გამოგონილი. ბუხარი გავიგე ხო? როგორც ჩემს წამიღია ბუხარი. აი მე ამ ადგილს ჩემ ცოტა ხანი სადაც ვიცოცხლებ კოშკში, რავი, რაღაცებს დავუმატებ. აი აქ დავიდგამ სტილს, სადინებელი იქნება ეს. და რავი, აქ დავდებ საომარი ნივთებს, აქაც კივრი და აქ საომარი ნივთები იქნება. შვილს თუ გავაკეთებ, რომ მით უმეტეს კარგი იქნება. და რავი. ჯობია მეორე სართულზე crafting table-ის დავაყენოთ, რატომაც არა. და დავდოთ. აქ დამჭირდება გავაკეთო პური. და შევინახოთ აი ამ სტილში. რადგან ჯერჯერობით არ დამჭირდება პური. რკინა მაქვს ერთი ცალი რკინა. ესე იგი დღესვე აქ უნდა ვიპოვოთ მაღარო. მაღარო თქვიდა. ვიპოვე კიდეც და ვაუ! ეს არის ერთ-ერთი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე კაი გამართლება, ეგრევე რკინა მაღაროში. ოღონდ 4. დიდებული არაფერი. მოიცა ამ 4 რკინას გამოვადნობ. როგორც მე ვეძახი, ესე იგი განობა ბუხარში და რავი, ახალი რკინის ჯავშანი გავიკეთოთ და ხმალდა წერა ჭირდება. დავიდეთ. იქეთ ახალი დასახლებული ვარ. კარგით, ესე იგი, არა ბუხარს ჯობია დავაყენებ პირველ სართულზე. დავადნოთ რკინა და ცუდი ისაა, რომ ქვანახშირი მითავდება, გამითავდა უკვე ერთი ცალი მქონდა დარჩენილი და მოდი რა ვქნათ იცი? ბევრი შემოვჭრათ აი ახლა. კარგად ბლომად ხე. კარგად ბლომად გავაკეთოთ. ქვანახშირი, როგორც იცით დღეს თუ ჩაწვავთ ბუხარში გაკეთდება ნახშირი. რომლითაც სიცოცხლეს შევძლებთ. ესე იგი, მოდი ჯერ ფეხსაცმელს მომზადებ რკინის. ესე იგი, crafting table ხომ მეორე სართულზე მიდევს. აი თრიე. და გავიკეთოთ ფეხსაცმელი. და სკივში ჩადოთ ეს ძველი ნაჭრის ფეხსაცმელი.
რავი, ჯერჯერობით უფრო კარგად ვვითარდებით, მოიც რაღაც უნდა შევამოწმო, ესე იგი. აქ მაგალითად ჯერჯერობით 3 ბრონი, ესე, 3.5 რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რკინის ბრონი არის კარგი ვიდრე დაჭრის ბრონი. აი მე წავედი მაღაროში სამუშაოდ. აი ახლა Minecraft-ში მე რაღაც რომ მქონდეს გაკეთებული იქნებოდა. კაი ეს არის ერთი მარცხენა ხელში ჭერა რამის და მეორე კიდე ხელში თუ გეჭირება სანთელი მეთქი რაღდანი თვითონ გაანათებს ყველაფერს. ვა, ის მაგალითად რო ვიპოვე წავიდო. და მე კარგი მაღარო, სადაც შემეძლო რკინების პოვნა. კარგად ბლომად რკინების პოვნა, დამკარგვია, აი აქანა ფრთხილად. ვაცუდი არის, რაცუდი ხარი ავირჩიე. წავალ მე ვარ ხარ. ბიჭიკო, აქ რა გინდა, წადიაბა ეხა ზევით. ქვანახშირი უფრო კარგია ვიდრე ბუხარში გაკეთებული. უფრო კარგად აკეთებს თავის საქმეს. მიდი არის. ჩემი რომ ხელა გამოქვაბულია. ამ ხელა გამოქვაბულში არაფერი არ არის. არა, არის რკინა. რაც დამჭირდება ბოლო რკინის ჯავშანი გავიკეთოთ. ხუთი კეთდება 5 რკინისგან, მე მაქვს 3, იქაც 1 და 4 ჯამში. 4 რკინა მე კიდე ვერაფერში ვერ გამოვიყენებ. მარტო შემიძლია გავიკეთო. რავი, მარტო ფეხსაცმელი ჯავშნებიდან გადაცვლიდნენ ვავთორო. ისე 4 რკინისგან იმდენ რაღაცას დავამზადებდი რომ. და კარგად ბლომად. მიწამე ქონა რკინა დებილი ვარ. შეიძლება მიწამო მეჩნოს რკინად. ისე ვინც Exploding TNT-ს უყურებს, ამერიკელი კომედიოსტია Minecraft-ებში და რავი, ძალიან ადრე ქონა გაკეთებული მაგარი კომედია, რომ მიწა ჯობდა ყველა ალმაზებს იმას, ვითომ ერთ დარტყმაში კლავდა მიწის ხმალი, ყველას მაგარი იყო. კომედია ყველაზე მაგარი იყო Exploding TNT-დან ძველებიდან. რავი, გირჩევთ მაგ ამერიკელის არხი გამოიწეროთ Exploding TNT. მაგარი მხიარული ვიღაცაა და მარტო ანიმაციებს იღებს ოღონდ რომ იცოდეთ ეგ. აი ეს კოშკი 100%-ით რაღაცები ბევრი უნდა გადაუკეთოთ. მოდი დავიძინოთ და საქმე შევუდგეთ. ვაი დედა. ვაი. რატო გავიღვიძე აქ? თვარეული ვარ. დედა. რა. სვარას უნდა ველოდებოდე. აი, მოდი რა ვქნათ, იცით? აი, აქ როგორც ხედავთ, გამოშვერილი აქვს ძალიან. ამიტომაც აი ესენი გავტეხოთ და გავაკეთოთ როგორც პატარა ბალკონი. ჩემი კარგი იქნება. ავიღოთ ესენი, პინგ. ასე. სადარი, აი და ასე. და ახლა მჭირდება თეთრი კარები იყოს ჯანდაბას.
ეს იყოს ასასვლელად კარგი გამოვიდა, უბრალოდ ძალიან დიდი ადგილი დაიკავა სახლში ამ ყველაფერმა. გამოვიდა პატარა ბალკონი. გაიქ რკინა გამოიწვა, უბრალოდ გადნა. ბუხარი ატო გავტეხე, დებილი ვარ. ბუხარის ადგილი არის აქ. წავალ ახალ მაღაროს ვიპოვი, სადაც უფრო ბევრ რკინას ვიპოვი, რომ ქუდით ბარემ რკინის გავიკეთოთ და მერე მივხედოთ იარაღებს. აი ეს ცოტა მოძველებული ვერსია რომა ის ამოტოს სოფლელების სოფლიდან მირბიან ხოლმე სხვაგან სადღაც წავლენ 100 კილომეტრით შორს უფრო. ეს კვერცხი, რავი, გამომადგება ვაფშე ვისროლოთ. ანქათ ამ სროველოდი არ გამოჩკილა. კარგით, პატარა მაღარო გამოჩნდა, სადაც იქნება მილიონი რკინა, ან მილიონი დაიმოდი, ხო ჯობია. Oh my goodness, მართლა გამოცხადება, რომელიც Otto Android Gamer-მა მომთხოვა. ვაცხადებ, რომ იმისი არხი გამოიწეროთ. და რავი, ოღონდ მარტო იმისი არა, ეცადეთ რომ Otto Android-ის არხი და ჩემი არხი ავიყვანოთ 20 გამოწერამდე მაქსიმუმ, რომ იუთუბერებისთვის ვარგოდე. აუ, რა რკინები იქნება. რკინა უკვე. ერთი ცალი. ეს რკინაც გავტეხოთ, ესეც გავტეხოთ. და რავი, რკინის რესურსებიც ბევრი უნდა გავაკეთო, ესე იგი იარაღები, რავი. ხმარი მაქვს, წერაქვი მაქვს, ნუ ნაჯახი. კიდე რკინა. სკოი მაღაროა. აქეთ აღარ რავი, ამ ხარესაც გამოვირკვლე. კიდე რკინა. აი Minecraft-ში ახლა რაღაცას გეტყვით, თქოთ ადამცინოთ. რკინა მიყვარს ყველაზე ძალიან. აი მიჩეული ვარ რკინას. ძალიან მიჩეული ვარ. ყველა იარაღი ავიღე. იარაღი მეთქი რკინა ავიღე ყველა. მაგ 13, ახლა შემიძლია ქუდიც გავიკეთო, ნაჯახიც გავაკეთო და ნიჩაბიც გავაკეთო რკინის. და რამოდენიმე რკინა კი ზაფასნოით დამრჩება. შედი სახლში. გამოვადოთ ეს რკინები და ისე რამდენი რკინა მაქვს? ერთ რკინას დაველოდოთ რა უცბად და ქუდს გავიკეთებ, მეგობრებო. ქუდის გაკეთებაც შემიძლია. და ვიქნები ბოლომდე რკინის ჯავშანით შეიარაღებული. Bing and bing. ვსიო. ჩვენ მაგარი გავხდით. ვსიო, ესე იგი მონსტრებისთვის ამოდა გოშინოდეს და ისე მართლა. მონსტრები ატომ არ ჩანან. What? შვიდ
შვიდზე ვინ დააყენა? არ ვიცი, არც მყავს, არც და მამ აზრზე რომ შვიდზე ვინ დააყენა. ალბათ თვითონ თამაში იყო. მივხვდი ხო. თვითონ თამაში იყო, სულ დამავიწყდა ამ ვერსიაში თვითონ დაყენებულია ეგრევე შვიდზე და თვითონ მოგიწევს ხოლმე გადაკეთება. დებილი ვარ რა. ბოდიშით არ ვიცოდი და შვიდზე თუ იყო. დიდ ბოდიშს გიხდით პირადად. და ნიჩებიც გავაკეთო. ციო ყველა რკინის იარაღი გვაქვს სულ რკინის იარაღი და რავი, აღარ უნდა გავაკეთო სამ სერიაში არაფერი და მოდით მეგობრებო, ამჯერად დაგემშვიდობებით უკვე. იმედია მოგეწონათ ეს სერია იმის მიხედავთ რომ არ ვიცი ვინ დააყენა. 7 მოდაზე, მაგრამ იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. ნახვამდის.